ნახე რატო ინდოეთი რატო გაიზარდა მოსახლეობით იმდენი ინგლისელები რო წავიდნენ დაახლოებით 40 მილიონი იყო ინდოეთი მეტი კი არა რატო გაიზარდა ეხლა ნახე რო წავიდნენ უცბად ომი სამი ომი დიდი ომი ერთი ომი არ შეულა რო ტიტულა აქვეგანა ომი პაკისტანი ჯერ ორი ძმა რელიგიურად ორი ქვეყანა გახდა უფრო უბედურო ჩინეთთან ომი ორი პაკისტანთან ომი ომში ძარი არ არის ძარის კაცები არ არის თავრობა მიაწოდა ყველას გაზარდე ბევრი შვილები მერე ბევრი შვილები და დღეს მე მგონი ინდოეთს ერთ-ერთი ძლიერი ძარი გიყავს კი და მრავალრიცხოვანი ხო და საზღვარი სანამ არ იქნება დაცული შიგნით არ ახარ კარგად ეხლა მე როგორ შიგნით ვარ მივდივარ ინდოეთში თვითონ ინდოეთი ფიქრობს რომ დაცული ვარ ყველანაირად ვერ გაბედავს ვერ სინეთი იქიდან ვერც პაკისტანი ვერავინ იმიტომ დღეს ენდობა თავის ძარს თითო ინდოელი იმიტომ 3 მილიონი თუ 4 მილიონი ძარია 2 მილიონი რეზერვია იჩხურნები აღარავის აღარ აქვს ორი თავი რომ ინდოეთს მიაუტეხოს პლუს ბირთვული სახელმწიფოა ხო კი ბატონო იმიტომ გაიზარდა ხო ანუ სახელმწიფო დონეზე გადაწყდა რომ რაოდენობა მოსახლეობის გაზრდილიყო ძარში ჩვენთან წასულა უნდა ხალხს და ადგილი არ აქვს ქალები მიდიან ჯარში ის ქარები ფაიტერ ჯეტ სუხოი მუხოი ყველაფერი თუთფრინავები ყველანაირი რაკეტები მაკეტები ყველაფერზე ძიან კი თავიდანვე იყო ინდოეთში არადროს არ იყო აგრძელება ინდოეთში ქალი ყველა იმაშია ყველა ძარშია